საგამომშვიდობისა ეთერშია მოამბის სპეციალური გამოშვება. ამ წუთებში მმართველი გუნდი უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას მართავს ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანს, განათლების მინისტრის მოადგილეს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტის წარდგენა. თქვენთან ერთად გვინდა დავიწყოთ ამ პროექტის საჯარო განხილვა, რის შემდეგაც ამ დოკუმენტმა უნდა მიიღოს უკვე საბოლოო სახე, რის შემდეგაც ის დამტკიცდება სამთავრობო კომისიის შემდეგ და მიერ და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები, რაზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო და აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იღალთოს და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტები, მათ შორის რეგიონული უნივერსიტეტები. თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის უმაღლესი განათლების სისტემას. და ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები, პრინციპული ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განსხვავებული უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც იქნება თანხმდრაში თანამედროვე სტანდარტებთან. გამოწვევები არის სერიოზული, ეს გამოწვევები შემდეგ კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა. ძალიან ხშირად ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს, რა თქმა უნდა, მიგრაციასაც და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საშუალოებიან პერსპექტივაში სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა უმაღლესი განათლების სისტემაში. ჩვენ წარმოგიდგენთ დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს და ამის შემდეგ განათლების მინისტრთან ერთად გვექნება უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრის გაგრძელების შეასრულება. რაც შეეხება უშუალოდ კონცეფციას, პირდაპირ საქმეზე გადავალ. საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს ამ დოკუმენტს. ჩვენ განსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და მის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა ამ რეფორმის ფარგლებში. რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც არის პრობლემური მოვლენა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის აქაც პრობლემურია ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაძლებელი მდგომარეობა. შესაბამისად, რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა ქალაქები, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადო დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება. რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელმწიფო სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება ითქვას სასულიერო სემინარიებზე, საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რაც შეეხება მეორე გამოწვევას,
ეს არის აკადემიური რესურსების და ზოგადად რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 55 კერძო უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს. თუმცა რეალურად გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან თვითონ სწავლებაში, განათლებაში თავისი არსით რა თქმა უნდა ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს რა თქმა უნდა გამოსწორებას, როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობას. რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები. ასეთ პირობებში ისედაც წირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ბუნებრივია ასეთ პირობებში, მაგალითად რო ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში, ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-იგივე ფაკულტეტის არსებობა, ხო? ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს და ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და საჭიროებს ეს ყველაფერი გამოსწორებას. ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების თავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასე დროს არის კიდევ ერთხელ ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც არიან უფრო მეტად ორიენტირებული მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება არსებითად უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ იფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრო და გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ამასაც გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში. და ერთი პრობლემა, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ გაუმართავია არსებითად ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე, უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები. რაც შეეხება მესამე გამოწვევას, ეს არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა, მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. რეალურად ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების უმრავლესობაზე, სპეციალობების უმრავლესობაზე ჩვენ შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, თუმცა უსისტემობის პირობებში სამწუხაროდ ეს არ არის უზრუნველყოფილი. ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობ ლოგიკას, ამ მწყობ სისტემას. ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები. რაც ბუნებრივია სწავლების ხარისხზე და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ასევე ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია მოსთხოვო პასუხი კონკრეტულ პედაგოგებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სახელმწიფოების განვითარებაზე, კვლევაზე და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენ გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოსვიდა, მაგალითად ეს არის ტექნიკური დარგები, თუმცა არა მარტო სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა უცხოელი პროფესორების მოსვიდა, იმისათვის რომ შეივსოს არსებული ვაკუუმი, თუმცა ამისათვისაც არანაირი წყობრი სისტემა არ არსებობს. მეოთხე გამოწვევა, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის. თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფოების დეფიციტი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს რეალურად პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად კვლევა უნივერსიტეტებში პრაქტიკულად არ წარმოებს იმ მასშტაბით, როგორც უნდა წარმოებდეს. მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო
სისტემაში. ჩვენთან მოქმედებს მეცნიერების დაფინანსების სრულიად განცალკევებული სისტემა, რომელიც არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტების მიზნებთან და ამოცანებთან და ამასაც სჭირდება ცვლილება და აკადემიურ პერსონალსაც არ აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები კვლევის და მეცნიერების სფეროში. მაგალითად, იგივე სახელმწიფოების მომზადების სფეროში და ასე შემდეგ, რეალურად იშვიათად არიან დაკავებული პროფესორ მასწავლებლების სამეცნიერო საქმიანობით, მათ შორის იგივე სახელმწიფოების მომზადებით, პროგრამების განვითარებას ზრუნვით და ასე შემდეგ. და ამის შედეგი არის რა, რომ ჩვენ არ გვაქვს უმეტეს შემთხვევაში მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და არ გვაქვს მაღალი დონის სახელმწიფოები, ხშირ შემთხვევაში ძირითად საგნებშიც კი. მაგალითად, მე ვასწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს და ორი ძირითადი საგანი გვაქვს, კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. ამ ორიდან ერთ-ერთი საერთოდ არ არის თანამედროვე სტანდარტების სახელმწიფო. ამის გამოსწორება შეიძლება ძალიან მარტივად და რა თქმა უნდა ამასაც გვაქვს ჩვენი პასუხი. და მცირეა ზოგადად უნივერსიტეტებში სამეცნიერო დებატების, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც შეიძლება თავისუფლად გამოსწორდეს, უბრალოდ ამისათვის არის საჭირო მწყობრი სისტემა. მეხუთე გამოწვევა ეს არის სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ უკვე, როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენ ხშირ შემთხვევაში არის 2 მაგი, 3 მაგი, 4 მაგი, 5 მაგიც კი. წინასწარ არავის არ აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გჭირდება, რამდენი ეკონომისტი გჭირდება, რამდენი ინჟინერი გჭირდება და ასე შემდეგ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ყველაფერი. და ამის შედეგია ის, რომ ძალიან ხშირად, მაგალითად, პირობითად იურისტი ამთავრებს თავის სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, ან იგივე ეხება ეკონომისტებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა და წინასწარ უნდა შევისწავლოთ ჩვენ შრომის ბაზრის მოთხოვნები იმისათვის, რომ შემდეგ ყველა სტუდენტმა შეძლოს თავის სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება. შემდეგ გამოწვევა ეს არის გაუმართავი დაფინანსების სისტემა. დღეს გვაქვს ასეთი მოდელი, ეს არის აგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითოეულ სტუდენტზე და ვაუჩერის ღირებულება, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის, არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე. რაც ვფიქრობთ, რომ გადასინჯვა საჭიროებს, ერთი რომ ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე, დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული, დღეს არავითარი კავშირი სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის რეალურად არ არსებობს და ესეც საჭიროებს, რა თქმა უნდა, გამოსწორებას. და მეშვიდე გამოწვევა ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა, თქვენ იცით, რომ უმეტეს შემთხვევაში შენობა ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში, საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გამოწვევა ასევე კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ყველა მიმართულებით გვაქვს, რა თქმა უნდა, დეფიციტი და გამოწვევები და ამასაც სჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს რეაგირება. ეს არის კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ 7 ძირითადი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა დანახული, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ და ზუსტად ამის შესაბამისად განისაზღვრა ჩვენ მხრიდან 7 მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა იყოს შესრულებული ამ რეფორმის კონცეფციის საფუძველზე. და ზუსტად იგივე სტრუქტურით გავყვებით ამ ამოცანებს. პირველ რიგში, რადგან ჭარბი კონცენტრაცია განისაზღვრა როგორც გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონცეფცია უნდა იყოს ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე. და როგორ შეიძლება ამის მიღწევა? პირველ რიგში, ჩვენ განსაზღვრეთ ასეთი მიზანი, რომ თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული ქალაქი ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. თავის დროზე მოგეხსენებათ, ინდუსტრიული ქალაქი იყო
ქუთაისი საბჭოთა პერიოდში ასე განვითარდა და შემდეგ 90-იან წლებში დაკარგა თავისი ინდუსტრიული ფუნქცია, ახალი ფუნქციაც ვერ შეიძინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისის გარდაქმნა სრულფასოვან საუნივერსიტეტო ქალაქად იქნება საუკეთესო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ამ ქალაქს და ზოგადად ჩვენ სისტემას კონცენტრაციის კუთხით. მით უმეტეს, რომ ქუთაისთან არის დაკავშირებული ჩვენი აკადემიური ტრადიციები, გელათის აკადემია. ყველა თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ ქუთაისი სწორად არის ჩვენი მხრიდან შერჩეული, როგორც საუკეთესო ადგილი რიგით მეორე საუნივერსიტეტო კერის განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ იყოს ორი ძირითადი კერა, თბილისი და ქუთაისი, სადაც უნივერსიტეტებში ერთობლიობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობით უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, აქ არის ჩამოთვლილი სპეციალობები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი დასაბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, უცხოენები, პედაგოგიკა, მედიცინა. ანუ ეს ორი ქალაქი ვფიქრობთ, რომ უნდა ფარავდეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა. ასევე ამასთან ერთად გვინდა რომ გავაფართოვოთ სხვა რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობებიც, ეს არის მოგეხსენებათ ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თელავი, სადაც შესაძლებელია რომ კიდევ უფრო მეტად დაიდურცოთ არსებული რეგიონული უნივერსიტეტები და ფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე, ეს არის აგრარული მიმართულება და ეს არის პედაგოგიკა, მიმართულებით არის განსაკუთრებული რესურსი რეგიონულ უნივერსიტეტებში, ამისათვის იქნება საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, ზოგადად ამ უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარება და ამასაც იზრუნებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო. და ასევე თბილისში მოქმედი სახელოვნებო სპორტული უნივერსიტეტები, სასულიერო სემინარები ამ მიმართულებითაც ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება და ამაზეც არის ყურადღება გამახვილებული ჩვენს კონცეფციაში. რაც შეეხება მეორე ამოცანას, ეს არის რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება და პირველ რიგში გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში თბილისი რო ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას ბუნებრივია და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის და ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციის გათვალისწინებით და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი ეტაპი, გარდამავალი პერიოდი. ვინც სწავლობს სტუდენტი, რომელიც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობით, ანუ ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი სტუდენტებს შეუძლიათ ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, შესაბამისად პატივსცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს. რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ჩვენ ვფიქრობთ კიდევ ერთხელ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი. ასევე რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ გამონაკლის სპეციალობების გარდა უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას და ორივე მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა კონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი, სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში არის შესაძლებელი 3 წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და 1 წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე მე წინ გავუსწრებ მოვლენებს, ცოტა ხანში გეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო, ამაზე მოგვიანებით განათლების მინისტრი უფრო დეტალურად
მოგახსენებთ და ხარისხის მართვის სისტემა, როგორც უკვე ითქვა, დღეს არსებითად ფორმალურია, დიდწილად ფორმალურია ეს საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით, უფრო მკაცრად უნდა ვისრულოთ ჩვენ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე. საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორც უკვე ითქვა, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და ძირითად ბირთვს უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები. ყველა მიმართულებას უნდა ყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი. და ეს პროცესი მოგვცემს ჩვენ მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის. დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის სადღაც 2000 ლარი უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10,000 ლარი. მინიმალურ ანაზღაურებაზე მაქვს საუბარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რომლებსაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის, როგორც არის სახელმწიფოების მომზადება, სტატიების მომზადება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ხარისხის ამაღლებას, თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში. რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე და რაც შეეხება დეფიციტურ მიმართულებებს, ჩვენ მოვამზადებთ ამისათვის მონაცემთა ბაზას, განსაზღვროთ იმას ზუსტად თუ რა მიმართულებებით გვჭირდება უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად შეივსება ის ვაკუუმი, რომელიც ამ მიმართულებით დღეს აქვს ქვეყანას. რაც შეეხება მეოთხე ამოცანას, ეს არის სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების მომზადება. პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს კვლევითი ინსტიტუტები და საჭიროა მეტი ინტეგრაცია კვლევით ინსტიტუტებსა და არსებითი თვისებრივი ინტეგრაცია კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის. დღეს არის უზრუნველყოფილი ინტეგრაცია, თუმცა არსებითად ფორმალურია და ხშირად კვლევითი ინსტიტუტები ჩაკარგულია სისტემაში. ჩვენ გვჭირდება რეალურად კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და ამისათვის უნდა დაინერგოს კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, სრულიად ახალი სისტემა, რომელიც იქნება უნივერსიტეტებზე ორიენტირებული და უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის წახალისებაზე ორიენტირებული. და რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა სწორი სისტემის პირობებში უზრუნველყოთ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ყველა ძირითად საგანში და ასევე ყველა დამატებით საგანში თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების მომზადება ყველა მიმართულებით, უკლებლივ ყველა სპეციალობაზე, ყველა ფაკულტეტზე შეგვიძლია ამის გაკეთება სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში. მთავარია რომ სწორი სისტემა დაინერგოს ამისათვის, ისეთი სისტემა, რომელიც დღეს საერთოდ არ არსებობს. მეხუთე მიზანი ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი, როგორც უკვე ითქვა, შრომის ბაზრის ანალიზი უნდა დაეფუძნოს კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებზე და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ბიზნესთან თანამშრომლობით უკვე ქონდა წინასწარი კონსულტაციები, მომზადება ასეთი სიღრმისეული ანალიზი და მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება სწორედ ასეთ ანალიზს. რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე და რა თქმა უნდა ფინანსების განაწილების დროს გათვალისწინებული იქნება მათ შორის განსხვავებული ფინანსური საჭიროებები, მაგალითად მედიცინის ფაკულტეტზე თუ ჯდება უფრო ძვირი სტუდენტის მომზადება, მას მიეცემა უფრო დიდი დაფინანსება, ვიდრე მაგალითად პირობითად იურიდიულ ფაკულტეტზე ან ეკონომიკის ფაკულტეტზე თითოეული სტუდენტისთვის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორც უკვე ითქვა, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში და ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი შექმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. პირველ რიგში ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით დაახლოებით 20,000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს
ქუთაისმა და ეს შესწენს ქუთაისის სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას და ასევე ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით ან ქალაქ რუსთავში, რასაც უკვე დაწყებულია მუშაობა და ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს კიდევ ერთხელ თბილისის განდვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით, კიდევ ერთხელ ქუთაისი, რუსთავი, თუმცა როგორც უკვე ითქვა, ასევე გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას და იქაც შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტების რაოდენობა. და ასევე კიდევ ერთხელ კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და საერთო საცხოვრებლები, იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლები, აქაც გვექნება რადიკალური ფუნდამენტური ცვლილებები და ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის ძირითადი მიზნები, 7 ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ყველაზე ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითოეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური. მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური და მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი გაერთიანებული კანონის მიღებაზე. კიდევ ერთხელ მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის. ეს არის კონცეფციის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, თუმცა მანამდე მინდა ვთხოვო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს და შემდეგ უკვე გადავიდეთ დისკუსიას. მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა. ეს არის ის კონცეფცია, რომელზეც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამთავრობო კომისია ინტენსიურად მუშაობდა და დღეს არის პირველი წარდგენა საზოგადოების წინაშე. ეს არის მართლაც ფუნდამენტური რეფორმის დასაწყისი, რომელიც ორიენტირებულია უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებზე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე, იმ მიმართულებებზე, რომელიც ბაზრის კვლევიდან, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა პროფესიებზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, რესურსების სწორად როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა ამ კონცეფციის განხორციელება ცალკე აღებულად შეუძლებელია, ის არის პირდაპირ ბმაში იმ რეფორმასთან, რომელიც უშუალოდ უკავშირდება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას, მის შემდგომ განვითარებას, მის დივერსიფიცირებას სხვადასხვა იმ პროფესიების კონტექსტში, რომელიც ეკონომიკის შემდგომი განვითარებიდან, ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე არის და ამავდროულად ეს, რა თქმა უნდა, ბმაში არის სასკოლო განათლებასთან. ბატონმა პრემიერმა პრეზენტაციაში ისაუბრა და გააჟღერა იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაწყებული არის მუშაობა იმის თაობაზე, რომ სასკოლო საგანმანათლებლო პერიოდი 12 წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11 წლიან სასწავლო რეჟიმზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევე როგორც წარმოდგენილი კონცეფცია შემდგომი განხილვებისა და პოზიციათა შეჯერებისთვის იქნება ფართედ განხილული და წარდგენილი სხვადასხვა ფორმატში შესაბამის დაინტერესებულ პირებთან დისკუსიისთვის და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შარშან სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების სახელწოდებით ვიცნობ ჩვენ, ეს არის სასკოლო განათლების ერთგვარი კონსტიტუცია და ამ დოკუმენტში, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა 2004 წლის წინამორბედი დოკუმენტისგან განსხვავებით, არის ორიენტირი პირველ რიგში ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრებაზე სასწავლო პროცესში. სწორედ
ამ ფასეულობების გათვალისწინებით სამინისტროში მომზადდა შესაბამისი სტანდარტი, რომელიც თითოეული საგნის პროგრამასთან არის დაკავშირებული. ეს სტანდარტი შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად უახლოეს დღეებში უკვე ფართე განხილვაში განხორციელდება, რის შემდეგაც უკვე ეს სტანდარტი საბოლოო დამტკიცდება და ეს გახდება ფუნდამენტი იმისა, რომ სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებული ექსპერტებით და ეს სამუშაო ჯგუფები სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ახალი სტანდარტების გათვალისწინებით, იმ ეროვნული ღირებულებების კონცეპტუალური მიდგომების გათვალისწინებით დაიწყებენ ახალი სახელმძღვანელოების სტანდარტული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე, რომელიც დაინერგება მთლიანად სასკოლო საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელზედაც ჩვენ სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სასკოლო რეფორმა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს და ამის თაობაზე ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება დამატებითი პრეზენტაცია, სადაც უფრო დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რა გეგმები გვაქვს სასკოლო რეფორმასთან მიმართებაში და დასასრულს მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემიერის მხრიდან მხარდაჭერილ ინიციატივას, რომელზეც მუშაობა უკვე ამ დღეებში სამინისტროში დაიწყება, შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე. ეს იქნება სხვადასხვა დღეს გაბნეული, მიმობნეული კანონების ერთად შეჯერება და კოდიფიცირება, ანუ ერთ სივრცეში თავმოყრა, რომელიც თანამედროვე გამოწვევებზე იქნება შესაბამისი პასუხი და იმ საჭიროებებზე, რომლის წინაშეც განათლებისა და მეცნიერების სისტემა განათლების ყველა საფეხურით დგას და შესაბამისად შემდეგ მომდევნო წელს 2026 წელს უკვე სამთავრობო საკანონმდებლო ინიციატივით ეს კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება შესაბამისი განხილვის და შემდგომში დამტკიცების მიზნით. ამიტომ ძალიან ბევრი გეგმებია საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელზეც უკვე დღეს პირველი საჯარო საუბარი შედგა, ეს არის დასაწყისი იმისა, რომელიც როგორც გითხარით, პირდაპირ ბმაში არის, როგორც პროფესიული მიმართულების, ასევე სასკოლო განათლების რეფორმასთან და სამინისტრო მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მაქსიმალურად მობილიზებული არის იმისთვის, რომ ეს რეფორმა საზოგადოების ჩართულობითა და მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების თვალსაზრისით განვახორციელოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.